USAID დავკარგეთ, ხო? ამერიკა. ხო, ეგ USAID რა არის? ეგ ხო უნდა ვთქვათ, USAID არის ამერიკის მთავრობის განყოფილება, მთლიანად ამერიკის მთავრობის დეპარტამენტი, რომელიც ამერიკის იდეოლოგიური და პოლიტიკური გავლენების დაფინანსებით არის დაკავებული მთელ დანარჩენ მსოფლიოში. ანუ თუ ვინმე ლიბერალურ გლობალიზმს პროამერიკულ პოლიტიკურ ძალებს, მედიებს და NGO სექტორი რო გაგვიშროს სისხლი აქ და დანარჩენ ქვეყნებში ხო უარესები შეიძლება აკეთა, ხო? აი თუ ვინმე მაგას აფინანსებდა, ის კი სოროსი ხო გაგვიგია ყველა. აი სოროს აფინანსებს, სოროს აფინანსებს. შენ ზედმეტად აკადემიურად ხსნი, ახლა ნახე მე უფრო მუშურგლეხურად ავხსნი. აი რო ამბობთ რომ ვიღაცა გრანტი ჭამიები არიან, რო ამბობთ, ხო აი ეგენი საიდანაც ჭამდნენ, აი მათლაფა სადაც ედგათ რა. Ну, ძირითადად ორი იყო, ერთი ხა სოროსის ფონდი იყო, მსოფლიოში სადაც აფინანსებდა NGO-ებს. ბევრად სოროს ბევრად. ეგ უფრო პატარა იყო და აი ყველაზე დიდი საიდანაც ეს მთელი NGO-ები თქლებდნენ, ეგ იყო USAID და სოფლიოში, აი რო ვიცოდეთ. სოფლიო, აი ამ საგარეო გარკვეული ასეთი საქმიანობის ნახევარს მოიცავდა USAID. სოფლიო მასშტაბით. წლიური ბიუჯეტი USAID-ის იყო 60 მილიარდი დოლარი. ხო ხდებით, ანუ საქართველოს ბიუჯეტზე რაღაც 10 ჯერ მეტი. ხო, ანუ ეგ არის როგორი რაღაცა USAID არის ამერიკის ძალაუფლება, ამერიკის მოკავშირეები იდგნენ მის მიერ იმ ქვეყნებში დაფინანსებული პროამერიკული ძალების მხრებზე, ანუ აი როგორც საქართველოში რაზე დგას ამერიკის გავლენა, რომ არის უზარმაზარი რაოდენობის არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელიც პროამერიკულები არიან და ფულის ნაკლებობას არ განიცდიან და ამ ყველაფერს სოფლიო მასშტაბით ამერიკის ძლიერება იდგა USAID, გავლენები იდგა და ტრამპი ადგა და ტრამპის ადმინისტრაცია მასკთან ერთად მოდი ჩავხსნათ ეგ ყველაფერი. როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში ამაზე ამახვილებდით ყურადღებას, ну, ჩვენი მხრიდან ამაზე ლაპარაკი საზოგადოების გარკვეულ კატეგორიაში აღიქმებოდა როგორც, ну, რაღაც უკიდურესად კონსპიროლოგიური თეორია მინიმუმ, ან რაღაც კრემლის აგენტობა, იმიტომ რომ ვინც ეჭქვეშ აყენებს ზოგადად ამერიკულ პროექტებს, ну, ცხადია, კრემლის აგენტია, სხვა ლოგიკა ხო არ არსებობს. გადის წლები და იგივე ტექსტი, რასაც ჩვენ ვამბობდით, უკვე გვესმის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, გვესმის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მხრიდან, ილონ მასკის მხრიდან. და აქ უკვე ძალიან ბევრისთვის მაინც ხო ავტორიტეტის ფაქტორი ხო ბევრს ნიშნავს, ხო ხა ერთია კონსერვატორები რო რაღაცას ამბობენ საქართველოში, ხო, ნაკლებად დამაჯერებელია ვიღაცისთვის და მეორეა, რატო არ ვიცი, მაგრამ და მეორე ამერიკის პრეზიდენტი რო ამბობს იგივეს და ну, იმედია ვიღაცისთვის ეხლა მაინც გახდა ეს საკითხი. ანუ რანაირად ამბობს, იცი? ამერიკის პრეზიდენტი არანორმალურები მუშაობდნენ. გიჟები მუშაობდნენ. მოდი ვაჩვენოთ და მე მოდი ვაჩვენოთ. გავარჩიოთ. Well, it's been run by a bunch of radical lunatics and we're getting them out. USAID run by radical lunatics and we're getting them out and then we'll make a decision. პირდაპირ თარგმანი არაფერს არ ვამატებთ USAID, ანუ ამერიკის დახმარება პირდაპირ ეგრე ითარგმნება, ეგ პროგრამა იმართებოდა რადიკალი შეშლილების, რადიკალი გიჟების მიერ და ჩვენ მას ხურავთ. ყურადღება კითხვა, აი ხო არის სწორად ამაზე უფრო სწორად როგორ უნდა დაახასიათო თუ არ. ჩვენც კი არ გვითქვია მთლად ესე პირდაპირ ტექსტით. აი ჩვენ ცოტა რაღაცა, ну აი რაღაც იდეოლოგიურად მოტივირებული, ანგაჟირებული, რაღაცა ჩარჩოებში პოლიტიკური ბრძოლის, პროპაგანდა, soft power რაღაცა ეგეთებს ვიყენებთ. აი
შეშლილი ფანატიკოსები მართავენ, ჩვენც კი არ გვიკადრებია USA-ს. ჩემებში შემოვდიოდით ხოლმე მსჯელობდით, აი რა სიტყვებით შევაფასოთ ეს ყველაფერი და როცა გვითქვია რომ ხო არ თქვათ რომ შეშლილი რადიკალების მიერ იმართება, არ გვინახავთ ლანდ მასეთი არაპოლიტკორექტული, აი ჩვენი იმპულსი ეგეთი იყო და ტრამპი უკვე თან იმიტომ რომ საერთოდ საქართველოში ხო ძალიან ნერვიულობენ მასაც საკითხებზე, აი ამერიკაზე მეტად ნერვიულობენ ამერიკაზე. მეტად ამერიკელები ხო არიან და საქართველოში რომ გააკრიტიკებ ხოლმე ამერიკას, ხო? იქ მე ვიღაცა ძალიან მაგას შეიძლება ისე გულთან ახლოს მირადულად ვიღაცა. შეიძლება ხო რაღაც ის მოხდეს მაგაზე, კონფლიქტში გადაიზარდოს. ამიტომ ეგ მანდიდან გამომდინარე ჩვენ აი ტრამპის დონეზე მართლა აი პირდაპირი ნიშნულობით არ გვითქვამს. კაია რომ იქნება ამერიკის პრეზიდენტს მოусმინონ. აი მე ხა მინდა პროდასავლელი. ხო არ ეგეთ თამაში რასად როდის ხო და რაღაცა ყურადღება კითხვა რადევ შავყუთში. აი თუ გაირკვა რომ შეშლილი ფანატიკოსები მართავდნენ USA-ს, აი ყურადღება კითხვა. ვინც ახლა მაქიდან ფინანსდებოდა საქართველოში? და აი ესე ამაყად დარბოდა რომ ხალხო მე USAID მაფინანსებს. თქვენ USAID მაფინანსებს მე ხალხი მაგით კარიერას იკეთებდა და სოციალურ რაღაც სტატუსს იმაღლებდა. შევინაღებ მე USAID მაფინანსებს და აი მაგ ხალხს ეხა რა ბედი ეწევა. ეხა მაგ ხალხს სიამდვილეში კარგი დრო უდგება, გეტყვი რატო რა. მაგ ხალხის დრო მოდის. დადგა მომენტი, როცა ეს ხალხი შეძლებს და დაამტკიცებს თავის პატრიოტიზმს, იმიტომ რომ უფასოდ დაისვად ეხლა რასაც აწევს. აი ეხლა კენედის სიტყვები ხო არის, ნუ იკითხავ რა გაუკეთებია შენთვის USA-ს. ამერიკას. არა, ბარება ამერიკას დავნე. ამერიკა აღარაფერს აღარ გაუკეთებს მაგათ, გაიგე? ნუ ეგენი რას გავიკითხულობ, რას აკეთებს შენთვის USAID და გლობალისტური, ლიბერასტული შეთქმულების რაღაცა crazy lunatics ხალხი. შენ რა შეგიძლია მათთვის გააკეთო? რა საინტერესოა, ხო, აი სამართალი, ხო იცი, იმით დადისო და აი წლების განმავლობაში ჩვენ რო აი სოციალურ ქსელებიდან გვაქრობდნენ, ბლოკაუდნენ, ხო, ერთ-ერთი თანაავტორი, ხო, ამ USAID იყო და მათ შორის მაგნიცკის სიაში რო შეგვიყვანეს და რაც კი ეს პროპაგანდა ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა. ამ ყველაფრის სათავე ხო მათ შორის პირველ რიგში USAID იყო და რას მოვესწარით? ანუ ჩვენი აკაუნტები არის და USAID-ის აკაუნტები წაშლილი. არის გაუქმებულია, ხო და მე აი აქ რო მოკალათებული ლიბერალები არიან, რო კომფორტს არიან მიშვეულები იმ დღის წესრიგს, რომელიც 91 წლიდან დამკვიდრდა საქართველოში. ჩვენ როდესაც გეუბნებოდით წლების განმავლობაში, რომ სამყაროში მოდის ტექტონიკური ცვლილებები, რომელიც მათ შორის თქვენს ყოფიერებაზე აისახება. ჩვენ კი არ ხუმრობთ, კაცო. ვიცით ეს რა პროცესებიც მიდის და უყურე როგორი რაღაცაა. იმ ხალხს ეხა მოუწევს, აი ვინც წლების განმავლობაში უზარმაზარ თანხებს იღებდა ამ საქართველოს გაყიდვაში და აგენტობაში ამ crazy lunatic-ების მხრიდან მაგადგან. ამ ხალხს ეხა მოუწევს აბა ერთი აი თავისუფალი ბაზრის პრინციპში ერთი რა კონკურენციას და რა უნარჩვევებს ხედავენ. თავისუფალ ბაზარს ეგენი მაინცვე აი როგორ იცი? მეტნაკლებად მოხდეს. ხო, ცოტა გაუჭირდება. ხო, აბა სუნთლად ეხლა მართლა ეგრე ხო არ გაწირავს კონსერვატიული ფლანგივით არ გავხდებიან ეგრე. აი ცოტა რა მდგომარეობა გვაქვს, იცი? ფილმის მომენტით რო ავხსნა რა, შერეკილებში რო არის, ხო გეუნებოდი გაფრინდებიაში, გალსტუკიალო პეპელა. აი ეგ მომენტი არის, ხო გეუნებოდით რომ დაგერხევათ ლიბერალებს, იცვლება სამყარო, სხვანაირად წავა საქმე. ხალხს ნუ ბლოკავთ, ნუ გადაიმტერებთ. აი ახლა მაგალითად მოდი ესეთი კითხვა დავუსვათ ამ NGO-შნიკებს რა. ვინმე საქართველოში გამოვა და შეწუხდება თქვენი დაბლოკვის გამო? და ხო იცით პასუხი? აი ვინც მაკიდან ფულს იღებდა, მაგათ გარდა ყველას ფეხს ეკიდია კი არა უხარია თქვენ რო ეგ დაგემართოთ. აი
ყველას ну არიან თან მან ერთ რაღაცა დამატებას გავაკეთებ ხა ეს USAID მარტო რაღაცა საგიჟეც კი არ აფინანსებდა იმისთვის რომ თავისი პიარი ეკეთებია რაღაცა ისეთ პროგრამებსაც აფინანსებდა რაღაც ჰუმანიტარულს და ხვანაირად ხა მაგის ბენეფიციარები ვინც არიან ისინი მართლა დაზიანდებიან ხა და იმან რა დააშავა ხა ვიღაცა შეიძლება წამლებს უფინანსებდნენ ან ვიღაცას სწავლას და ეგ თვითონ ეგ მოვლენა ეგ კარგი არ არის ხა ვიღაცას დაუშვათ რაღაც ძალიან იშვიათი წამალი თუ აქ და იმას ფინანსებდნენ მაგით არ ვხარობთ ხალხო რო იცოდეთ მაგრამ ეგ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის რომ ეს 90% აი ეს crazy lunatic შეფუთათ აი ეს იდეოლოგიური გიჟების საქმიანობა შეფუთულიყო და ვინც მაგათი ფულით აქ ხალხს ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევდა ახშობდა გვებრძოდა ეხლა თქვენ თავზე ეგ რო გადაივლის არც ჩვენ გასაგებია და არც ესეთი ჩვეულებრივი საშუალო ფენა შუაში სტეპს რო ვეძახით ყველას ფეხზე ეკიდება პოზიტიურად შეხედავენ სინამდვილეში მაგას მოდი მასკის პოსტებიც მასკმა ძალიან ბევრი პოსტი დაწერა გუშინ იყო რაღაც მოზღვავება ტრამპის განცხადებები და მასკმა უცებ დაწერა USAID-ზე პოსტი ორი პოსტია ვთქვათ განსაკუთრებით საინტერესო მასკი წერს იცოდი თუ არა რომ USAID თქვენი საგადასახადო გადასახადებისგან აკრეფილი ფულით აფინანსებდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის კვლევებს, მათ შორის COVID-19-ის კვლევებს, რომელმაც მილიონობით ადამიანი მოკლა და USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია, დროა მისი სიკვდილის დრო დგება. ანუ ახლა როგორ ეს დაწერა მასკოვას ეს დაწერა ნუ ამერიკის მთავრობის წარმომადგენელმა რომელსაც უნდა დამენეჯმენტოს მთავრობის გამართული სოფლიოში ყველა ანუ მასკი აცხადებს რომ COVID-19 იყო ბიოლოგიური იარაღი და დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ ამერიკის მთავრობა ქმნიდა ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს ამას რა საინტერესო დროში ვცხოვრობთ რა ხო ეგ ჩვენ როგვეთ მოკითხვა მწვანე პასპორტების ადეპტებს აი შეშლილი იდეოლოგიზირებული გიჟები მართლა მართავდნენ USAID-ს და ეგეთივე შეშლილი იდეოლოგიზირებულ გიჟებს დიდნენ აქ ოღონდ მეორე რაღაცაც ეგეთივე სიმართლეა რომ ამერიკის ძლიერება მართლა ამ ჯეოკრატიაზე იდგა მთელ სოფლიოში და ტრამპი ახლა ამ ყველაფერს ესე რომ ანგრევს ისე არავინ არ უნდა წარმოედგინოს რომ ამერიკის ძლიერებაზე ეგ არ აისახება. აისახება. ანუ თლად ახლა აი ჩვენ შეიძლება ბევრი გვისმენს და როგორ აღიქოს, ცი? ნუ აი რაღაც USAID დაიხურა რა? რას არჩევთ? ეგრე შეიძლება ვიღაცა წერდა რომ ვიღაცა კაცი რო იყო USAID დაანებეთ თავი რატო არჩევთ? ანუ ვიღაცამ შეიძლება პერსონაჟად წარმოიდგინოს. ხო, USAID არის რა იცით? მთელ სოფლიოში თავისი აგენტების და გავლენის პოლიტიკოსების დაფინანსების განყოფილება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის. ანუ აი ამერიკის შეერთებული შტატები რო ყველგან აფინანსებდა, რავი, აი ნიშამ რო ვარდების რევოლუცია მოახდინა აქ და რომ მოვიდნენ და მთელი ეს NGO სექტორი ზელენსკი რო იქ არის. არა, რომ მიხვდეთ, აი ზელენსკის იქ სხვადასხვა ქვეყნებში გავლენის ჯგუფებს აფინანსებდა ეს ორგანიზაცია. აი ანალოგიით აუხსნი რა, ვატიკანისთვის იეზუიტების ორდენი რაც იყო ეგ უფრო არის აი ხო ეგ არის USAID ანუ ნახეთ მთელ სოფლიოში გაშლილი აგენტების ქსელი რომლებიც ყველა კარში შედიან როგორც იქაური ხალხის მეგობრები რომლებსაც ვითომ იქ სიკეთის მეტი არაფერი უნდა და ერთადერთი ამოცანა აქვთ რომ შენი გავლენა შენი იდეოლოგია გააძლიერონ და იქ ვინც მართავს უბრალოდ შენი მარიონეტები იყვნენ ანუ ულევი ყველაზე დიდი ულევი რესურსი ძლიერი სადაზვერო ქსელი მსოფლიოში მაგაზე უარის თქვა ნიშნავს აი ერთი ხელის მოსმით გადაჭრას ამერიკის გავლენის საშუალებების თელ მსოფლიოში და ეგ არის ფაქტიურად აი სრული შემოbrunება მთელი ამერიკული გეოპოლიტიკური ხაზის. სხვათა შორის შევახსენებ. მთლიანად არ გაანულებენ ალბათ სახელმწიფო დეპარტამენტს დაუქვემდებარებენ, მაგრამ სერიოზული დარტყმა არის. მაგრამ ეგ არის რაღაც ეხლა რასაც აკეთებენ, აი სრულ გადახალისებას
რა მოხერხდება მე მგონი ეს არის სისტემა ხალხს გამოცვლიან და ეს არის სხვა მიმართულებას მიცემ. კი, მაგრამ ეს არის სისტემა, რომელიც იწყობოდა 80 წელი. ეხლა ანგრევენ ერთი ხელისმოს